დავიწყოთ სწორედ ქართული ოცნების მოძალადე მხარდამჭერებით, რომლებიც გუშინ 9 აპრილის მემორიალთან სამოქალაქო აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. პირველების ინფორმაციით ძალადობაში მხილებული პირები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში საგამოძიებო უწყების კითხვებს პასუხობდნენ, პოლიციელებს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. მეტიც ისინი ამბობენ, რომ ამ საქმეში არიან დაზარალებულები, რადგან მოძალადე ტიტუშკები საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ თავდაპირველად ისინი რუსთაველის გამზირზე მივიდნენ, სწორედ ქვეყნის მთავარ გამზირზე მყოფმა მოქალაქეებმა მიაყენეს მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც შემდგომში უკვე გადაიზარდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქართული ოცნების მოძალადე მხარდამჭერები პოლიციის განყოფილებაში, თუმცა ისინი ამბობენ, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ჰქონდა შესაძლებლობა გავსაუბრდებოდით ერთ-ერთ პირს, რომლის კადრებიც მედიის მეშვეობით გავრცელდა. ეს არის მოქალაქე, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე მყოფ სამოქალაქო აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდებოდა და კადრების დეტალურად დათვალიერების შემდგომ ირკვევა, რომ სწორედ ეს პირი იყო, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტის ზრდას თავად მოძალადე პირი რუსთაველის გამზირიდან განარიდეს. პირი, რომელიც ძალადობაში იღებდა მონაწილეობას, პირველებთან ამტკიცებს, რომ ის რუსთაველის გამზირზე არ ყოფილა და კადრები, რომელიც მედიის მეშვეობით გავრცელდა, ამბობს, რომ თავად არ ფიგურირებს. თუმცა ჩვენ მოვახდინეთ ამ პირის იდენტიფიცირება და ნამდვილად მოქალაქე, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, იღებდა მონაწილეობას ამ ძალადობრივ ქმედებებში, თუმცა მან საკუთარი თავი ამ კადრებში ვერ ამოიცნო. რაც შეეხება გამოკითხვების სერიას პოლიციის განყოფილებაში, სავარაუდოდ დღეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება სამოქალაქო აქტივისტების გამოკითხვა, რადგან ამ საქმეში რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი ფიგურირებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი, სწორედ ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან გახდნენ. დაგავალათ ვინმე აქციის მონაწილეების ცემა, სასტიკად არის ნაცი. მაშინ რატომ გაუსწორდით ამ ადამიანებს? თქვენ არ ხართ ძალადობაში მხილებული პირი? თქვენ არ ბრძანდებოდით რუსთაველის გამზირზე, კადრები არ გინახავთ, უარყოფთ თქვენ თავს? მომისმინე, მე შენთან კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ პირველ რიგში ამას კითხულობ. მე გამოძიება მიმდინარეობს და რა უთხარით პოლიციელებს? თქვენ გცემათ სამოქალაქო აქტივისტმა ეს ინფორმაცია მიაწოდეთ? მომისმე, რას გელაპარაკები თუ გააგრძელებ ეს ლაპარაკი? კითხვებს გისმევთ, ბატონო საბა. კითხვებზე პასუხს არ გცემს, ხო გითხარი ახლა. იმას ხო კარგად აკეთებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტები ქუჩაში ცემოთ. მე რას ვაკეთებ? ვინ ფარველოთ, ვინ დაგავალათ რუსთაველის? აი, კარგად იყავ. პირველებმა მოვახდინეთ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც გუშინ რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან სამოქალაქო აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ესენი არიან საბა ხაზალია და ზაზა ნიშნიანიძე. ორივე პირი გუშინ პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს აძლევდა ჩვენებას, თუმცა როგორც ირკვევა, პოლიციელებს ორივე პირი უყვება, რომ დაზარალებულები თავად არიან ამ საქმეში. გუშინ პოლიციის განყოფილებაში ასევე გამოიკითხდნენ სამოქალაქო აქტივისტები შაკო ბაღდოშვილი და კოკო მიქაია. ბაღდოშვილი არის სწორედ ის პირი, რომელსაც ქართული ოცნების ძალადობრივი მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას მრავლობითი დაზიანებები ეტყობოდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დასისხლიანებული შაკო ბაღდოშვილი რუსთაველის გამზირიდან პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ბაღდოშვილი ამბობს, რომ ის გადაიყვანეს ამოცნობაზე, თუმცა ამოცნობის პროცესში მონაწილეობა სავარაუდოდ არ მიიღეს ქართული ოცნების მოძალადე მხარდამჭერებმა. შაკო ბაღდოშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ მას გამოკითხვაზე კვლავ დაიბარებენ, რადგან ამ კონკრეტულ ეპიზოდზე საგამოძიებო უწყებას სისხლის სამართლის წესით აქვს გამოძიება დაწყებული. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ძალადობაში მხილებული მართველი პარტიის მხარდამჭერები გუშინ გვიან ღამითვე გაათავისუფლეს პოლიციის განყოფილებიდან. უცნობია დაიბარებენ თუ არა მათ კვლავ პოლიციის განყოფილებაში, რადგან კადრები, რომელიც მედიამ გადავიღეთ, ნამდვილად ჩანს ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც მართველი პარტიის მხარდამჭერებმა ჩაიდინეს. კიდევ ერთი პირი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, ეს არის კოკო მიქაია, საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს მიქაიასგან აინტერესებდა თუ რა მოხდა რუსთაველის გამზირზე, თუმცა მიქაია ამბობს, რომ ვერც ერთი პირის იდენტიფიცირებას ვერ შეძლებს ის, რადგან იყო ქაოსი რუსთაველის გამზირზე, მაშინ როდესაც სავარაუდოდ პროვოკატორები გამოჩნდნენ ქვეყნის მთავარ გამზირზე და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მემორიალთან მყოფ მოქალაქეებს.
აი 9 საათიდან ცოტა უკვე რაღაცა გაღიზიანებული აგრესიული ხალხის წამოსვლა დაიწყო, რომელიც კონფლიქტში შემოდიოდნენ, ანუ აი აქ როგორ დგეხართ, რატო დგეხართ, დაახლოებით ესეთი ფონი ქონდა მათ ჩვენთან დამოკიდებულებას, ანუ იგივე ნაწილს გაეკუთვნებოდნენ ეს ორი ადამიანიც, რომელიც ანუ აშკარად არ იყვნენ იმისთვის რაღაცა პატივი მიეგოთ 9 აპრილს დაღუპული ადამიანების სულისთვის. სადეთ რომ ეს ადამიანები გაგვერიდებინა საერთოდ ამ მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან და ნუ რაღაც ეს ისეთი შეხლა შემოხლა იყო რომელიც ანუ დიდი საერთოდ 7 საათიანი გამოძიება იმას მაშინ ამას თუ 7 საათიანი გამოძიება ჭირდებოდა ნებისმიერ ჯგუფს არ ვიცი მაშინ რა გამოძიებია ამისთვის მოსვლა მთელი განყოფილება არ მტკენია დაზარალებულად არ უთვლი თავს არანაირი ინტერესი არ მაქვს ამ ამბის გაგზელების ეხლა გააჩნია რა სიტყვიან ის ადამიანები ალბათ და არ ვიცი შეიძლება დამიბარონ კიდევ წარმოდგენა არ მაქვს მიქაია როგორც კანონმორჩილი ადამიანი გამოცხადდა პოლიციაში და მიაწოდა მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია იმ კონფლიქტთან დაკავშირებით რომელიც მოხდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ამოცნობის გაკეთება მას არ შეუძლია გამომდინარე იქიდან რომ იყო დაძაბული სიტუაცია და ფიზიკურად ვერ მოახერხა და ემახსოვრებინა ის ნიშან-თვისებები რაც მას ამოცნობაში დაეხმარებოდა სხვა ისეთ რაიმე განსაკუთრებული შეკითხვა არ ყოფილა ამ ეტაპზე დასვული მოხდა ამოვება იმ ტანსაცმლის რომელიც მას ეცვა ამ დილით როცა ეს მედობები განხორციელდა საბოლოო ჯამში დავარებული იყო მოწმის სტატუსის რა შეკითხვებს დაუწეს ყველაფერზე გასაგულწრფელი პასუხი რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტზე საგამოძიებო უწყება ქვეყნის მთავარი გამზირიდან 3 პირი განარი და 3-ვე პირს საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა მიაწოდეს შესაბამისი ინფორმაცია რაც ჰქონდათ ამ ინციდენტთან დაკავშირებით როგორც პირველებს გვაქვს ინფორმაცია დაკავებულია ერთი პირი რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევას ედავება როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან შუახნის მამაკაც პოლიციელები კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმა ხულიგ ედავებიან სავარაუდოდ დღის განმავლობაში უნდა ჩაინიშნოს შუახნის მამაკაცის პროცესი რას ითხოვს ძალოვანი უწყება დაკავებული პირის მიმართ არის ჯერჯერობით უცნობი სავარაუდოდ ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში დღეს ისევ გაგრძელდება გამოკითხვების სერია არ არის გამორიცხული რომ სამოქალაქო აქტივისტები კვლავ პოლიციის განყოფილებაში მოწმის სტატუსით დაიბარონ